გამარჯობა, მე გიორგი ვარ დათუკიშვილი და წარმოგიდგენთ Microsoft Word 2016-ის ვიდეო გაკვეთილებს. ჩვენი ვიდეო გაკვეთილის თემა შეეხება ცხრილების შექმნას და ცხრილის დიზაინის მენიუს განხილვას. გეტყვით, რომ კიდევ რამოდენიმე ვიდეო შემდგომში გველოდება ცხრილებთან დაკავშირებით, ასე რომ თუ ხართ ამ თემით დაინტერესებული, შეგიძლიათ უყუროთ თანმიმდევრულად ამ ვიდეოებს. შევდივართ Insert მენიუში და ვირჩევთ ბრძანებას Table. Table მენიუში გამოდის ფანჯარა, სადაც თქვენ მაუსის მოძრაობით ხედავთ, რომ ავტომატურად ირჩევთ თუ რამდენ სვეტიანი და რამდენ სტრიქონიანი ცხრილი შეგიძლიათ ჩასვათ. ან ირჩევთ ბრძანებას, რომელსაც ქვია Insert Table. გამოსულ ფანჯარაში თქვენ შეარჩევთ თუ რამდენი სვეტისაგან, მაგალითად 5 და რამდენი სტრიქონისაგან, მაგალითად 6 გნებავთ შედგებოდეს თქვენი ცხრილი. დააწვევით OK-ს და მიიღებთ აი ასეთი ფორმის ცხრილს ეკრანზე. როგორც ხედავთ, ცხრილში დგომის დროს პირდაპირ გამოდის Table Tools menu, რომელიც არის Design და Layout მენიუებისაგან დაკომპლექტებული. Design menu-ს მიმოვიხილავთ სწორედ ამ ვიდეოში. თქვენ შეგიძლიათ შეარჩიოთ Table-ის სტილი, ანუ ცხრილის სტილი, მაგალითად ავირჩიოთ აი ესეთი ფორმის და სწორედ მისი შერჩევის დროს აგრძელებთ Table Style option-ების ღილაკების ჩართვას და გამართვას. მოდით ჯერ გამოვთოთ ყველა და ვნახავთ, რომ მივიღებთ ოდნავ ფონად მკრთალი მწვანე ფერის და თეთრ ბორდერებიან ცხრილს, ანუ თეთრ ჩარჩოებიან ცხრილს. ავირჩიოთ ბრძანება Header Row და ხედავთ, რომ პირველი ზედა ზოლი მუქი მწვანე გახდება. ავირჩიოთ პირველი კოლონა და დავინახავთ, რომ პირველი კოლონა გახდება მწვანე ფერის. თუ ბოლო კოლონასაც ავირჩევთ, ისიც მწვანე ფერის გახდება. ხოლო თუ ავირჩევთ Banded Column, მაშინ ნახავთ, რომ ყოველი შემდეგი მიიღებს უფრო სხვა ფერის ტონის მწვანე ფერს. თუ ავირჩევთ Banded Rows, ნახავთ, რომ ყოველი შემდეგი უკვე სტრიქონი მიიღებს სხვა ფერის მწვანეს და გამოკვეთილი იქნება უფრო ხაზები ერთმანეთისაგან. ასევე შესაძლებელია Total Rows ჩართვა და მიიღება იმ კონკრეტული სტილის ცხრილის, რომელიც თქვენ გნებავთ. მოდით ჩვენ შევაჩეროთ არჩევანი ასეთ სტილზე და განვაგრძოთ მოქმედებები. თუ მოვნიშნავთ რამდენიმე უჯრას, ან თუნდაც ერთ უჯრას და shading-ში შევალთ და ავირჩევთ რამე ფერს, ნახავთ, რომ ეს ფერი ჩაესხმება სწორედ ამ უჯრებში. ხოლო თუ ერთ უჯრაზე ვდგევართ, შეგვიძლია ავირჩიოთ მხოლოდ ერთი ფერი. ასევე შესაძლებელია, რა თქმა უნდა, More Color ფუნქციით შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი სტილის ფერი. ასევე გეტყვით, რომ თუ თქვენ აირჩევთ ბრძანებას Border-ის სტილი, მაგალითად იყოს მუქი სტაფილოსფერი და ხაზს გადაატარებთ ამ კონკრეტულ Borders, ნახავთ, რომ ყველა ის ხაზი, რომელიც თქვენ გადაატარეთ, გახდება მუქი სტაფილოსფერი ხაზები, მაგალითად აი ესეთი ფორმის. ასევე გეტყვით, რომ შესაძლებელია ხაზის სისქის განსაზღვრა და მაგალითად არჩევა კიდევ ან თვითონ ფერი, რა ფერი კონდეს ამ ხაზს და მოდით ავიღოთ მაგალითად იასამნისფერი ფერი. Border-ის სტილი უკვე შერჩეული გვაქვს და Border Painter-იც არჩეულია. მოვნიშნავთ აი ესე და როგორც ხედავთ, მივიღებთ აი ამ იასამნისფერ ფერს. ასევე გეტყვით, რომ შესაძლებელია შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი კიდევ ფერი ისე, რომ შექმნათ, ანუ მაგალითად კონკრეტულ უჯრაში თქვენთვის მისაღები ხაზის ფორმა, ასე ვთქვათ, ანუ არა მარტო სტანდარტული სწორი ხაზი, არამედ ნებისმიერი სხვა სტილიც ხაზისა და აი დავუშვათ ჩამოწიოთ, უბრალოდ დაადოთ ხაზს და აი ესე გაავლოთ, რატომღაც აი ესე, კი ბატონო, და ასევე შესაძლებელია რამოდენიმე უჯრაში ერთდროულად მისცეთ დიაგონალიც, ხო? ანუ თუ დავუშვათ შევდივართ ბრძანებაში Merge Cells-ი, ანუ გავაერთიანეთ და აი ამ უჯრას შეგვიძლია ჩავრთოთ Border and Shading-იდან პირდაპირ ესეთი დიაგონალების ვარიანტი. ოღონდ უჯრაზე და არა მთლიანად ცხრილზე. და აი მივიღებთ ასეთი ტიპის დიაგონალებს. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით კიდევ ვისაუბრებთ. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ Layout Design menu სრულად ამოვწურეთ. მადლობა, შემდეგ ვიდეოში უკვე გადავალთ Layout menu-ზე.